გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ. ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში. შემთხვევა გუშინ წმინდა წყლის დასახლებაში ყიფიანის ქუჩაზე მოხდა, სადაც 20 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ერთ-ერთი დაშავებული 17 წლისაა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები სავარაუდოდ დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.119 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებამ გავრცელა კადრები, სადაც მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ცენტრი გორმეთში შემოსული არის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც აღინიშნულდათ მრავლობითი ნაკვეთი-ნაჭრული ჭრილობების სხეულის არეში. ორივე მდგომარეობა საკმაოდ მძიმე, სერიოზული, სასწრაფო წესით ჩატარდა წინა საოპერაციო კვლევები, ორივენი აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ორივე მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილდა და დღეს ამხვალ იქნება უკვე პალატაში გადაყვანა.